ირანს მოუწია პენსიაზე გასული დაახლოებით 30 წლის ნავთობის ტანკერის დაბრუნება და ამ ხომალდის თავისი ნავთობის კუნძულზე გაგზავნა, რადგან უკვე აღარ აქვს საკმარისი ადგილი ნავთობის შესანახად. ამ სამშაბათს 2026 წლის 28 აპრილს ეს სურათი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე თეირანის ნებისმიერი სიტყვა. სანამ რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ ჯერ კიდევ აქ არის, მისი ნავთობი იწყებს დაგროვებას, რეზერვუარები სავსეა და მისი ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო თავად მის წინააღმდეგ იქცევა საფრთხეთ. გააქტიურებული გემი აჩვენებს კრიზისს, რომელსაც ირანის მთავრობა ვერ მალავს. ქვეყანა, რომელიც თავს კომფორტულად გრძნობს, ძველ გემს არ ეძებს, რომ ზღვაში საწყობად გამოიყენოს. ასე იქცევა ის, ვინც სნეხის ქვეშაა, ვისაც დროის მოგება სჭირდება და ვინც შიშობს, რომ გაჩერებული ნავთობი მიაღწევს საბადოებს, სათუმ ხაზებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქელქარხნებს. ნავთობი უნდა მოძრაობდეს, როცა ეს მყიდველებთან არ გადის, გროვდება. როცა ძალიან დაგროვდება, წარმოება უნდა შემცივდეს. თუ შემცირება დაგვიანებულია, სისტემას სერიოზული ზიანი შეიძლება მიადგეს. ხარგის კუნძული ამ წნეხის ცენტრად იქცა. სწორედ იქ გადის ირანის ექსპორტის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი. ამიტომ ძველი ნავთობზიდის გაგზავნა ამ რეგიონთან ახლოს სიგნალია საფრთხის შესახებ. თეირანი ამას ტექნიკურ ზომად შეიძლება მოიხსენიოს, მაგრამ რეალური გზავნილი მარტივია. არ არის ადგილი, არ არის გამოსავალი და არ არის კონტროლი. რეჟიმი, რომელიც ამაყობს ნავთობისა და ვაშინგტონის გამოწვევით, ახლა იძულებულია იმპროვიზებული მცურავი საცავი გამოიყენოს იმ ნავთობისთვის, რომელსაც ჩვეულებრივ ტემპში ვერ ყიდის. ახლავე ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. რეალურ დროში ინფორმაცია, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით Milson Always News-ი. შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით დაწესებულმა ბლოკადამ სწორედ ამ წერტილს მიაღწია. ამერიკულ სტრატეგიას არ სჭირდება ყველაფრის ერთდროულად ჩამოგდება. საკმარისია მარშრუტების დაბლოკვა, გემების მეთვალყურეობა, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა და შიდა ზეწოლის გაზრდის მიცემა. ირანმა სცადა ხორმუზის სრუტის შანტაჟის იარაღად გამოყენება, იმით რომ დაემუქრა გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის კონტროლით. ვაშინგტონის პასუხი იყო თეირანის ფინანსური რესურსების გადაკეთვა. ეს არის ამჟამინდელი ძალების ბრძოლა. ირანს სურს ჯერ ამოისუნთქოს და შემდეგ მოილაპარაკოს. დონალდ ტრამპი მოითხოვს დათმობებს, სანამ ალბილებს ალყას. სანამ ერთი მხარე ცდილობს მეორე დროს იარაღად იყენებს და ნავთობი უძრავად რჩება. ყოველი დანიშნულების გარეშე დარჩენილი ბარელი ხარჯად იქცევა. ყოველი სავსე ავზი ზრდის რისკს. ყოველი გემი, რომელსაც მოგზაურობის გაგრძელებას უშლიან, ამცირებს შემოსავალს, რომელიც რეჟიმს, რევოლუციურ გვარდიას და მის შეიარაღებულ მოკავშირეებს რეგიონში ინარჩუნებს. ირანის წინადადება მანევრს აჩვენებს. თეირანი ახლა ჰორმუზის გახსნას ითხოვს და ბირთვულ თემას შემდეგისთვის ტოვებს. რეჟიმი ცდილობს საზღვაო კრიზისი ბირთვულ საკითხს დააშოროს. თითქოს ბლოკადის შემსუბუქება შესაძლებელი იყოს, ყველი იყოს ყველაზე მნიშვნელოვან თემას შეერთებული შტატებისთვის გვერდისავლით. დონალდ ტრამპმა უკვე ნათლად თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, როდესაც თეირანი ცდილობს ეს დებატი სხვა დროისთვის გადადოს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ზეწოლის თავიდან აცილება სურს, რეალურად კი მთავარს ართმობს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს, ომანსა და პაკისტანს ეწვია მხარდაჭერის, მედიაციისა და პოლიტიკური გამოსავლის საძიებლად. აჩვენოს, რომ მარტო არ არის, რომ ჯერ კიდევ ესაუბრება მოსკოვს და რომ ჯერ კიდევ აქვს ღია არხები, მაგრამ დიპლომატიური შეხვედრა ნავთობის ავზს არცლის. ფოტო მოკავშირეების გვერდით შეიძლება პროპაგანდისტვის სასარგებლო იყოს, მაგრამ არ ათავისუფლებს დაჭერილ გემს, არ ხსნის დაბლოკილ მარშრუტს და არ აგვარებს ტვირთის შესანახი ადგილის ნაკლებობას. რუსეთი პარტნიორად ჩანს, მაგრამ მთავარ ტვირთს არ ხსნის. მოსკოვი შეიძლება გადასცემდეს გზავნილებს და იცავდეს მოლაპარაკებებს, მაგრამ ირანს სჭირდება ნავთობის გაკიდვა, ფულის მიღება და თავისი მანქანის მუშაობის შენარჩუნება. რეჟიმი სიტყვებით არ ცხოვრობს, ის ფულით ცხოვრობს და ეს ფული ნავთობიდან მოდის. როდესაც ექსპორტი ჩერდება ზეწოლა ბიუჯეტზე, უსაფრთხოების ძალებზე, მოკავშირე ჯგუფებსა და მოსახლეობის ჯიბეზე გადადის. ირანში ყველაზე მკაცრი სექტორები, როგორც ჩანს, პასუხისგაცემას ხელმძღვანელობენ. რევოლუციური გვარდია და სამხედროები ადვილად დათმობას არ აპირებენ. მათთვის ბირთვულ საკითხზე უკან დახევა შეიძლება დამარცხებად ჩანდეს. ამიტომაც ისინი დაჟინებით აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას მიუხედავად მაღალი ფასისა. ლოგიკა ასეთია, უნდა აიტანონ ტკივილი, დაელოდონ პოლიტიკურ ზეწოლას ტრამპის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში და სცადონ უფრო სუსტი შეთანხმების მიღწევა. მაგრამ ამ ფსონს დიდი საფრთხე ახლავს. სანამ თეირანი ელოდება, რომ მოწინააღმდეგე დაიღლება, მისი საკუთარი ეკონომიკა ჟანგბადს კარგავს. რეჟიმს შეუძლია გააკონტროლოს ტელევიზია, დააპატიმროს კრიტიკოსები და შეიარაღებული ადამიანები ქუჩებში გამოიყვანოს.
შეუძლია გაიმეოროს, რომ გაიმარჯვა, გაუძლო და ისე უმხარად დგას, მაგრამ ნავთობის კრიზისს სამუდამოდ ვერ დამალავს. როცა აქტივობა მცირდება, როცა მუშები ზარალდებიან, როცა ვალუტა სუსტდება და ფასები იზრდება, პროპაგანდა ბზარებს აჩენს. მოსახლეობა ისმენს, როგორ ლაპარაკობს მთავრობა გამარჯვებაზე, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს, როცა სისტემა სისხლს კარგავს. ნავთობი თეირანისთვის მხოლოდ საქონელი არ არის. ის ძალაუფლების ძრავაა, აფინანსებს შიდა სტრუქტურებს, ინარჩუნებს გარე გავლენას, უზრუნველყოფს მოკავშირეებს და რეჟიმს, საშუალებას აძლევს დაუპირისპირდეს მტრებს. თუ ეს ძრავა გაჩერდება, კრიზისი მხოლოდ კომერციული აღარ იქნება, ის პოლიტიკურ საფრთხედ იქცევა. რეჟიმი კარგავს ფულს, მანევრის შესაძლებლობას, დობას და თავისი ნების განხორციელების უნარს. ამიტომაც ძველი ხელახლა ამუშავებული ნავთობტანკერის სიმბოლოდ იქცა. ის აჩვენებს, რომ ზეწოლა სიტყვების დოღიდან გადავიდა და რეალურად შეეხო რეჟიმის ლოგისტიკას. თეირანი ამბობს, რომ მტკიცედ დგას, მაგრამ ძველ გემს ეძებს ნავთობის შესანახად. ამბობს, რომ სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ შუამავლებს ეძებს. ამბობს, რომ ძალა აქვს, მაგრამ ცდილობს ბლოკადის გახსნას ბირთვულ საკითხზე საუბრის გარეშე. თითოეული ნაბიჯი იმავე პრობლემას აჩვენებს. ირანი ცდილობს ძლიერი გამოჩნდეს, სანამ ცდილობს თავიდან აიცილოს ის, რომ გაჩერებული ნავთობი კატასტროფად იქცეს. ზღვაში ირანული პატარა ნავები კვლავ პროპაგანდის სიარაღად გამოიყენება. მათ შეუძლიათ პროვოცირება, მისვლების გადარება და დაძაბულობის შექმნა, მაგრამ ისინი ძირითად ბალანსს არ ცვლიან. შეერთებულ შტატებს რეგიონში ბევრად უფრო ძლიერი საზღვაო ძალა ჰყავს და იციან, რომ ბლოკადა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი გამოწვევის ვიდეო. ირანს შეუძლია ხმაური ატეხოს, მაგრამ კრიზისის ტემპს ის ადგეს, ვინც ნავთობის გატანას აკონტროლებს. ისრაელიც რჩება გათვლაში. თუ სამხედრო ოპერაციები განახლდება, თეირანი იცის, რომ შეიძლება ახალი თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს სტრატეგიულ ობიექტებზე. დიპლომატიური პაუზა არ გავს საჩუქარს რეჟიმისთვის, ეს უფრო ბოლო შანსს გავს. თუ ირანი ამ პაუზას მხოლოდ დროის მოსაგებად გამოიყენებს, პასუხი შეიძლება უფრო მკაცრი იყოს, რადგან ამერიკული და ისრაელის ძალები მზად არიან ზეწოლა კვლავ გააძლიერონ. თეირანის შეცდომა შეიძლება იყოს ის, რომ სჯერა თითქოს ტრამპი ნებისმიერ შეთანხმებას დათანხმდება დაძაბულობის დასასრულებლად. რეჟიმი იმედს ამყარებს პოლიტიკურ გამოფიტვაზე, ბაზრების ნერვიულობაზე და აშშ-ში შიდა კრიტიკაზე. მაგრამ რეალური დათმობამდე ალყის შემსუბუქება ირანს ზუსტად იმას მისცემს, რასაც ის ეძებს. ამიტომ ვაშინგტონი ინარჩუნებს ზეწოლას და ელოდება, რომ დრო ირანის ეკონომიკური სტრუქტურის წინააღმდეგ იმუშავებს. ეხლა კრიზისი ჩუმად ვითარდება, ბარელიდან ბარელამდე. ნავთობის შესანახი ადგილის ნაკლებობა ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა. თუ წარმოება მოუწესრიგებლად შემცირდება, თუ მილსადენებზე ზეწოლა ზვარს გადააჭარბებს და თუ საბადოები დაზიანდება, ზარალი შეიძლება ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე მიმდინარე დაპირისპირება. ამ შემთხვევაში აფეთქება მხოლოდ ძლიერი გამოსახულება არ არის. ეს არის ეკონომიკის სურათი, რომელიც იწყებს კონტროლის დაკარგვას თავის ყველაზე დიდ სიმდიდრეზე. თეირანი ცდილობს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის ჯერ კიდევ აქ არის, მაგრამ ფეხზე დგომა არ ნიშნავს გამარჯვებას. რეჟიმს შეიძლება გარკვეული დროით გადარჩენა შეძლოს, მაგრამ ამავე დროს შიგნიდან დასუსტებული იყოს. თუ ნავთობი ჩერდება, ფული შრება და ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოდის, გადარჩენა მხოლოდ მორიგ დარტყმამდე ლოდინად იქცევა. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ მიუსონ ალვესის საზოგადოებაში.